მოგესალმებით ყველას. მოკლედ დღეს ვართ მდინარეზე სათევზაოდ, კალმახზე. დიდი ხანია ამ მდინარეზე არ ყოფილი ვარ და წყალი ძალიან სუფთაა, რაც პირველ რიგში უნდა აღვნიშნო. ეს უკვე ძალიან სასიამოვნოა და როგორი სიტუაციები იქნება და აბათებზე რამდენად აქტიური იქნება და რა რაოდენობით ებზე იქნება, მაგას რა თქმა უნდა ახლა ვნახავთ. მე დღეს ვითევზავებ Favorite-ის X1-ით, ახალი მოდელით. ძალიან ბევრჯერ ვიყერებ ამ მოდელს, იმიტომ რომ ბიუჯეტური კლასია და ძალიან მსუბუქია, T30-ია ბლანკი. ძალიან კომფორტული ჯოხია. ვითხოვდი რომ თავის ფაში უკონკურენტო მოდელია ხა ეგ. სატყუარებს გამოვიყენებ. მე ბევრი უკვე მიხვდებოდი თუ რა სატყუარაც არის ეგ. ეგ არის Select-ის Sprint-ი. ამითი დავიწყებთ რა თქმა უნდა, ბევრი სატყუარას გამოვიყენებ დღეს. თან მაქვს გაჩვენებთ Select-ის Sprint-ები, Select-ის პრანკები, ნემსკავები რა თქმა უნდა გვაქვს უენოები, აი ესე გვაქვს გაწყობილი, ცალკავებზე უენოზე, ანუ კალბაღზე დაბადართულია მხოლოდ ცალკავები თევზაობა და თან უნდა იყოს უენო. და რა თქმა უნდა თევზაობა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ დაიჭირა გაუშვის პრინციპით. ასევე მაქვს რამოდენიმე იარის მდინარის მოდელები, იაპონური ფირმა, ძალიან სერიოზულებია. და თან მაქვს ტრიალებიც, ეს არის Select-ის ტრიალები, იარის ტრიალები და ძირითადად Select-ი და იარის ტრიალები მაქვს. რა თქმა უნდა, ამის გარეშე წამოსვლა შეიძლება, ეს არის Flash Lures-ის სილიკონები. ანუ Flash Lures-ი არის შეუძლებელია, რომ თუ თევზი არის, ამით ვერ დაიჭირო. აი, არ არსებული ერთი ცალი თევზი თუ არის, 1,000,000% დაიჭერ. ფირმა არის ძალიან ცნობილი, არომატული საჭმელი სილიკონია და 100%-ით გარანტირებული შედეგს იძლევა. ნებისმიერ ადგილზე შემიძლია დავამტკიცო ყოველთვის ეს. თან მაქვს, რა თქმა უნდა, ხა ამის გარეშე უცვლელი ინვენტარია. ესვე წანყალები. და ბევრი არა მაქვს ახლა. მაგრამ მაქვს ძირითადად დინებაში გამოდგეს ისეთი მოდელები 3 გრამიდან 3.9 გრამის ჩათვლით. კაი, დავიწყოთ ახლა თევზაობა. ნახოთ ჯერ ბრაკონიერებს რამდენად გადაურჩა ეს მდინარე. მაგის მერე განვიხილოთ ყველაფერი ეტაპობრივად. დავიწყებ Select-ის Sprint-ით. აი კონკრეტულად ამ მოდელზე ალბათ მინიმუმ 1 ტონა თევზი მექნება დაჭერილი. კონკრეტულად ამაზე არც ჩამეწყვეტავს. ძალიან მაგარია. ესეთი შედეგიანი მოდელია. დავიწყოთ ვითევზავებ წყლიდან, წყალში შევდივარ. ძირითადად წყლიდან ვითევზავებ ხოლმე, იმიტომ რომ კალმახზე თევზაობა ესე უფრო ეფექტურია. ნახოთ, აბა ის ვაიმე, აი ეგრევე. ეს რა იყო ბიჭო? თან რა კარგი ზომით. აი Sprint-ი რა მაგარი მოვლერია. აი ეს პირველივე გადაგდება, თან როგორი გადაგდება, წყალს ძლივს შეეყო მოვლერი და ეგრევე დაჯდა. აი ეს არის. როდესაც საწყო არ არის უეჭველი მუშა და დროში გამოცდილი. საპატიო ზომის კალმახია ნამდვილად, თევზს მშრალი ხელით არ ვეხებით და უცლებად უშვებთ. აი ძალიან ლამაზი გავუშვათ. წავიდა. აუ, დასაწყისი იყო, აი ძალიან მაგარი დასაწყისი იყო. აი ყველაზე კარგი ისა რომ აი როცა ფიქრობ რომ აბა თევზი თუ არისო და პირველივე გადაგდებაზე რომ ესეც სიხარულს მოგანიჭებს, აი ეგ არის უკვე ძალიან მაგარი. ის ოპა თოჩდა. უი, აგე გაჩერებული მქონდა პოპლერი და აქვე აიღო. ეს გაიზომა. კარგი ზომა. ძალიან კარგი. იგივე ზომა, მშვენიერი საპატიო ზომა. ძალიან ლამაზი კალმახი. გავუშვათ. Select-ის Sprint-ზე ვიჭერ ამასაც. და გავაგრძელოთ. თევზაობა. როგორი მათ აიღო ხა გაჩერებული ობლერი აიღო ჩვეულებრივი. არის. აუ. ბალახებში. დაჯდა და თან ბალახებში. შევიდე აქ. ვერ ჩავწყვეტავ ახლა ამას.
ყალაზე. თხელია წყალი. თევზი გაიქცა. აი ყანყალა მაინც გადავარჩინოთ. რას გამოედები ესე ძან? თევზი ძირს არ გაქცეულა. აი თევზიც ვერ გაგვექცა. ესეთი იმათან შედარებით ცოტა მომცრო ზომა. ხელს დავისველებ და გაჩვენებთ. შალი ხელით ვერ შეგეყოთ, აი. ძალიან ლამაზი დაждდა. ესვეს გოგეთ გასი გავუშვათ. წავიდა. არის. ოპა. რაღაცა ბატარეებს ვიჭერ. ეს ფაქტი არ მომწონს უკვე. ნუ ისეთ ბატარეებს რა თქმა უნდა არა, რომელიც წინა ვიდეოში იყო, მაგრამ ისეც მაინც. Selectis helixi. ეგეთი ზომა. ესეთი ბატარა. განუთხე. წავიდა. მე ფერი შევცვალე helixis, ეს ვერცხლისფერი ფოთლითაა. ეგეთი მიყენია ახლა ამ ეტაპზე. დინებებში. არის ტრიალა 3 გრამ-ნახევრიანი. აი საკმაოდ ისეთი ნორმალური ადგილია. წყალი ჩქარია. ცოტა ზევიდან ჩავაგდო უფრო. აი ასეთი კუთხით. არის. ეს კაი ზომა იქნება. ეს კარგი ზომა იქნება. კარგია. ნელა. ეს გონე დღევანდელი ყველაზე დიდი თევზია ჯერჯერობით. გაიქცა. მაგარი ზომა იყო რა მომეყვანა და ახლიდან გვენახა გაიქნებოდა, მაგრამ გაიქცა. არის. აი. ოპა. ეს სილიკონი გადავაყენე და იგივე გლიჯა. ეგეთ საშუალო ზომების რა ესე დიდები. ცოტა ზარღმა დაუღია მოეწონა სილიკონი. გამოვაცალოთ თხილად, აი. და გავუშვათ. წავიდა. სილიკონი ახლა მტყუარი საშუალებაა. სხვადასხვა რაღაცებს ვაყენებ, მაინტერესებს. თორე სილიკონზე გადასვლა არ იყო აუცილებელი ჯერ. უბრალოდ ისეთი ლამაზი ადგილი ვნახე სილიკონისთვის. ვერ მოვითმინე. არის. იყო რა გიჟი გამახია, ნუ გეშინია გამახი. უშად არ ვაწვალოთ. ძალიან კაჯი გამახია. წავიდა. არის ტრიალა 3 გრამ-ნახევრიანი. არის. ოპა. დავსვით შემდეგი პატარა კალმახი. აი. ეგეთი ლამაზი კალმა. გავუშვათ. წავიდა.
ნახოთ აბა მორიგი საინტერესო ადგილი ფრიად. ვცდილობ რომ ცოტა ჩქარა წამოვიღო და დინებას დავეწიო, მაგრამ იმდენად ჩქარა არა რომ თევზმა ვერ დაეწიოს არის. აი, დაждდა. პატარა კალმახი სტანდარტი. აბა. ეგეთი. გაუშვათ კალმა. წავიდა. როგორც სადაც სავარაუდო ადგილია, ყველგან დავიჭირეთ მასეთებში. მაგრამ დიდი ვერ დავიჭირეთ. ოპა, ისო, ეს შვენიერი ზომა. როგორ მოსდია და ოპა, აი. მოიზარდა შვენიერია საპატიო ნამდვილად. ნამდვილად საპატიო ზომა. აი, ეს კარგია. ეს კარგია. დავისვოლოთ ხელი, ამოვწიოთ. და გავუშვათ. აი. წავიდა. მაგარია. გავაგზავნოთ. არის. აი. ედავრა შვება? გიჟი. კაგიშდა ტრიალა. ოპა. შვენიერი ზომა, მე შევცვალე ფერი. ეს საპატიო ზომა ნამდვილად. ფერი შევცვალე და დავშვით წითელი არიზე. აი, კარგი ზომაა ნამდვილად. გავუშვოთ. წავიდა. ურა მაგარი კუთხეა იქ უეჭველი უნდა იყოს. კაი შეგდება უნდა იმ კუთხეში და უეჭველი აიღებს. არის? აი, კარგი ნორმალური ზომაა. შეიძლება დღის big fish-ი. ძლივს არ ამუშავდა ანკესი. კაი ზომაა. დღევანდელი დღის big fish-ია ჯერჯერობით. იარიზე გაგიჟდა. აუ რა ცუდათაა გაღებული, მოიცადე. ეხლა ჩვენ ამითი ამოვუღოთ ქირურგიულად. თლად აქეთა კუთხეში ამოდებული. აი ასე. იარი. და გავუშვათ კალმო. ძლივზაჟ და ესეთი ზომა რომ ცოტა ვამუშავეთ ანკესე, ხელი დავისვოლოთ და მოიყვანოთ. აი. ძალიან ლამაზი. წავიდა. ძალიან მაგარი იყო. არის? აი თუ არა. ობძანდიაკა. აი. პატარა დაუბრუნდით ძველ ზომებს. ეგ პატარა არის. გავუშვოთ დროულად. აი. წავიდა. დიდი კილოიანი გვინდა. ეს თლიანი ზოლი ხა, კაი ადგილები აქვს. არის? აი, ოზდილი. აუ. ბალახებში გაძვრა. აქიდანაც ვერ წავიდა. ეხლა წავიდა, ნახე. ბალახებში იყო გაჭედილი. მაგარი ადგილი აქვს.
მითი ამ ადგილზე კიდე უნდა იყოს. არის? აი, ახტება ბიჭო. ეს მოზდილია. ეს ლამაზი გამახულა. ოპა. ნი. დააყენე ისა შეიძლება მოვიდეს მაგაზეც. იარი. ეს გაისეთი ნორმალური გამახი არის ნამდვილად. ჭერა წავიდა რაღაცა სასწაულად ვიჭერთ აქ. არის? რიგი პაცაცუ კუნტელა. გამახი. და ვისულოთ ხელი, შევხედოთ ამაზე როგორია, ეგეთი. წავიდა გამახი. ურა პაცუკა მოკლედ პატარა გამახი აი მიხარი ყოველი ამ პატარა კალმახის დაჭერა ძალიან მიხარია იმიტომ რომ თევზი არის თევზი ბლომად არის თან ეს ძალიან იშვიათობაა საკალმახი მდინარეზე ამდენი თევზი ყოჩა არ ვიცი რა ხდება მაგრამ ფაქტია რამდენი პატარა დავიჭირე ძალიან ბევრი თან რამდენი დარტყმები მაქვს რამდენი გაქცევები მაქვს პატარების არის აშკარად ნუ ახალი თაობის კალმახი აშკარად არის კარგად თან ბლომად ეს ძალიან კარგია. მოდი შევცვლი ხომ ამ ტრიალას, დავასვენოთ იარი. მინდა გადავიდე ესვეზე, სამწუხაროდ პატარები არ მაქვს წამოღებული. ამიტომ მაქსიმუმ 3 გრამია, აი ამას რომელი დავაყენო 3 გრამი, 3 გრამი. ეს რაცონაა? 3 დროა ბევრი იქნება, ძალიან თხელი წყალია. 3 გრამი მინდა. საქართველოს ფერი 3 გრამი, აი ამას დავაყენებ. ნუ საქართველოს ფერი ვინც არ იცით. ეს არის სპეციალურად შექმნილი ფერი ჩვენს მაღაზია მეტეორის და SV Fishing-ის მიერ, რომელიც გაყიდვაშია მხოლოდ საქართველოში. ჯორჯი აწერია პირდაპირ ფერს და ძალიან მუშა ეს დიდი ხანია რა დაახლოებით 5 წელი ალბათ. რაც გამოვიდა და ძალიან კარგი შედეგით გამოირჩევა. ოქროსფერია ქვევიდან ესეთი კრემის ფერივით ძალიან მუშა. ამეთი გავაგზავნებ ახლა ცოტა ხანით მომბეს და იარით თევზაობა დაპარსა იარი ყველაფერი. კონდა გამოკიდება და ვერ დაჭდა. არის? ნახე. ჯორჯია მეგრევე კარგი ზომა. ოჩახ ჯორჯია, არ გაიქცე ერთი წამი. ოპა. შვენიერია. ეს ვეს კოკეტკა სპეცფერი. შვენიერი. ვიტყოდი რომ ძალიან კარგი კალმახია, შვენიერი ზომის კალმახია. აი. ჯორჯიაზე. იმ პატარების ფონზე ეს ნამდვილად კარგია გავუშვათ. წავიდა. გავაგრძელოთ. ჭერა არის ძალიან მაგარი. იშვიათად ახლა კალმახზე რო ესეთი ჭერა იყოს ხოლმე. ამიტომ დღეს უნდა გავერთოთ ბოლომდე. აი ზოგადად ეგ ადგილი ახლა მე სადაც ვარ. ძალიან თხელი წყალი აქ მაქსიმუმ იქნება წყალი მუხლამდე და ბალახიანი წყალია, ანუ დასამალი აქ თევზ ბევრი, შესაბამისად სანადირო ადგილებიც ბევრი აქვს. და არის ძალიან თხელი წყალი. ესეთ აი მაგარი შეტევა იყო ახლა ვიზუალურად დავინახე შეტევა და არ დაჯდა. ესეთი წყალი როცა არის, ანუ ესეთ ადგილზე რომ მივალთ, აქ უკვე ყანყალა მუშაობს ძალიან მაგრად, იმიტომ რომ თხე წყალში ყანყალა ტარდება იდეალურად. ნუ ახლა წონის, ანუ ყანყალის სიდიდე შეგვიძლია გამოვიცნოთ, აი მოსდევს, ბიჭო, რა ხდება?
თუ ჩქარი წყალია, შედარებით მძიმე ყანყალა უნდა დავაყენოთ და თუ ესე ნელი წყალია, პატარა ყანყალა, იმიტომ რომ წყალი თხელია. ეხლა მე 3 გრამიანი მიყენია და ყველაზე იდეალური წონა ამ ადგილისთვის. არის რა ხდება რა მაგარი ჭერა, ამდენი ხანი ასე არ მიჭერია კალმახი ნორმალური ზომაა. ამდენი ხანი ასე არ მიჭერია კალმახი, თორე სხვა თევზი უკვე არ მიჭერია. ნელა გაგიშვებ მოიცადე არის ფართხალო. წავიდა. არის? ვიჭო რა მაგრად ვიჭერთ. ეს რა ხდება? წავიდა? მოდი შევცვლი ხა მე ჯორჯიას. ჯორჯია ისედაც ყველამიც იცის, ბერმა შევა არ იცოდეს, მაგრამ ეცეთ ძველი ფერია და გამოცდილია უკვე წლების მანძილზე. მინდა ცოტა შედარებით რამე ახალი დავაყენო. ახალი აქ დიდად არაფერი არა მაქვს. ხოჭო არ არის ახალი. აი, დავაყენოთ რამე ფერადი. ეს 3 გრამი. კალმახი ისედაც მაგრად მოდის და მე მთლად უნამოსო ფერი დავაყენე ახლა. ეს ფერი მთლად მკვდარი როა თევზი მაშინ მუშაობს და ეხლა წარმომიდგენია რა იქნება. გავერთოთ კაცო. მე ახლა აქ რა უნდა გავტესტო სხვა ბევრი რაღაცა დავაყენე მოდის და დგას თევზი და აქ ბევრი რაღაცაზე მოვა. ზოგზე უკეთესად მოვა, ზოგზე ნაკლებად, მაგრამ მოსვლით წესით ყველაფერზე მოვა. აბა გავაგრძელოთ. წონა 3 გრამია. დამირტყა მეორჯერ არის. აი, ეგრევე. ფეხებში ჩავარდა. გავაგრძელოთ ისე. ოპა, ნორმალური ზომის. კარგია. არ გაიქცე ბიჭო. მე ჩემგან გაშვება ჩემგან. ნახე რა კარგი. კარგი. ოპა, ეს ერთ-ერთი. მანდელი ერთ-ერთი ლიდერებშია ეს ეგზონა. თან რა გური ლამაზი ფერები აქვს. გოგეთკამ ჩაპარსა. ეს კარგია, ნამდვილად კარგია. უშოთ. წავიდა. არის მორიგი კალმახი. ძალიან მაგრად ვიჭირეთ ერთ სიტყვით. გავუშვათ კალმახი. წავიდა. ესე მოვყვები ახლა და ყველგან ვიჭერ. უბრალოდ სტანდარტულებს ძირითადად ხანდახან გამოერება ხოლმე მოზრდილი, მაგრამ ძირითადი მაინც არის სტანდარტულად ესეთი მომცრო ზომის კალმახი. არის? ეს მოზრდილია. ნელა ბალახებშია. კარგია. ოპა. და პარსეთ კალმახი რასაც ქვია. იგეთი ლამაზი კალმახია. გავუშვათ. წავიდა.
არის. უკვე მე რამდენი არ ვიცი. ძალიან მაგრად ვიჭერეთ. ცოტა ხანში მოვჩებით ახლა ჩვენ უკვე თევზაობას. სამწუხაროდ დიდი ვერ დავიჭერეთ, მაგრამ ძალიან მაგრად დავიჭერეთ, ეგეთი პატარა ზომები ეს რო ვთქვათ. წავიდა. კარგი, რა თქმა უნდა გავერთეთ. მაგრამ ვერ ვიჭიდავთ. არის. ესეთი საპატიო ზომის. ეს კოკეთკა ეგეთ ფერსი. გავუშვათ. წავიდა. არის როკიჟია ბიჭო დამბლეცა ოპა ნუ ეგეთ ეს შეცვალე ანუ ეგ ფერი მაქვს რავი სათვალავი ამერია იმდენ დავიჭირეთ გავუშვათ ნუ ამით ჩვენ მოვჩებით თევზაობას ძალიან ბევრი დავიჭირეთ, მაგრამ დიდი მაინც ვერ დავიჭირეთ. ორჯერ დამიჯდა ესეთი კარგი ზომის და ვერცეთ ვერ ამოვიყვანე. მშვენიერ დღე გამოვიდა. ეს თემას ძალიან მაგრად დაიჭირა. რა ვიცი. ამ თევზაობაზე ვერ ვიტყვი, რომ უკეთესი შეიძლება და ძალიან მაგარი თევზაობა იყო. ჯოხმა კიდევ ერთხელ პატივი მცა, სათუარები, ესვეს ყანყალები ძალიან მაგრად მუშაობდა როგორც ყოველთვის და პლუს იარის ტრიალებზე ერთი მომენტი ძალიან მაგრად ვიჭირე. ანუ ორივე სათუარი არის ისეთი რა, უტყუარი. იარის ყანყალაც და ეს იარის ტრიალების და ეს ყანყალების. ასევე მცადე ჰელიქსები, სელექტის ტრიალები, მაგრამ 5 გრამი აქ ზედმეტი იყო, 5 გრამი არ უნდოდა. ანუ ქვევით ვედებოდი ხშირად, თორე ჰელიქსი იცით თუ რამდენად მაგრად მუშაობს დინებაში, ძალიან მაგარია. თის ჩხარ მდინარეებში ძალიან მაგარია ჰელიქსი. ნუ დაგემშვიდობებით სულ ეს იყო. შევხვდებით მომავალ თევზაობაში. აბა დროებით.